მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება შემდეგი. რას გეტყოდათ, რომ შეეძლოს? გაშლა არის მათთვის, ვისაც ურთიერთობაში პრობლემები აქვს. ან იცით რომ რაღაცას, იცით შევა არ იცით, მაგრამ მალავს რაღაცას გემალავთ არ გეუნებათ, შეიძლება არის მასთან რაღაცა ისეთი პრობლემა, რაღაც საიდუმლო, რასაც არ ამბობს, ან თუნდაც ისეთი თემა, რასაც უბრალოდ თქვენ ვერ გიმხელთ და ვერ გეუნებათ. გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი. შესაბამისად, ასარჩევი არაფერია, უბრალოდ განეწყვეთ გაშლისთვის. და ვნახოთ, რას გეტყოდათ, რომ შეეძლოს. ამ ადამიანს რაღაცა გარკვეული საიდუმლო მართლაც აქვს. არის რაღაცა, რაც დაფარულია და ის რაც ამოსული არის ზედაპირზე, ის რასაც თქვენ ხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის და როგორც აისბერგს, რაც ზევით არის, 10 იმდენი ქვევით არის აქ დამალული და დაფარული. ნახოთ, დაფარული არის ეს ყველაფერი თუ უბრალოდ ვერ ამბობს ეს ადამიანი და პირდაპირ ამოდის ქალბატონი. თქვენ ხართ ეს ქალბატონი? ქალბატონი, ანუ ნახეთ, რაზე იქნება საუბარი. რატო არის განცალკევებული ეს ადამიანი თქვენგან? ან რატომ არის ჩუმად თქვენთან, ხო, ვერ ამბობს, ვერ ლაპარაკობს ყველაფერს იმას რეალურად რისი თქმაც შეიძლება, რაც უნდა ითქვას, რაც უნდა იცოდეთ, ხო, წყვილმა. პირველი უმთავრესი არის ის, რომ ის თვლის, რომ აი თქვენგან განცალკევება ამ ადამიანს დაემართა სხვა ადამიანების ჩარევის გამო, სხვა ადამიანების ენების გამო, ბევრი ლაპარაკის. აი თითქოს იცით როგორ არის, აი რაღაცა ჯგუფი ადამიანების მის გარშემო არის შემოსეული და მას ჭკუას არ ვიცი არ იგებენ, რაღაცას უჩიჩინებენ, მუდმივად რაღაცას ეუბნებიან და მოკლედ ისე არ არის ყველაფერი, როგორც თქვენ შენ გონიაო. მოკლედ ესეთ რაღაცას გვეუბნება, რომ მე მოვიქცი სხვა ადამიანების გავლენის ქვეშო. თორემო გრძნობები მაქვსო. გრძნობები მაქვსო, თან მერე როგორი გრძნობები მაქვსო და ვფიქრობო, რომ ჩემი საკუთრება ხარო, ხო? ანუ ამ ადამიანს აქვს იცით როგორი მომენტი, თან თქვენგან შორს დგას, ხო? ან ცივად დგას, ხო? იცით რა არის, აი ვახსენებ ხოლმე, არის ხშირად, როდესაც წყვილი ერთად არის, რა იგულისხმება, შეიძლება ერთჯერ ქვეშ ხართ, ერთად გძინავთ, ერთად იღვიძებთ, მაგრამ როგორც უცხოები, გაუცხოებულები ხართ ერთმანეთთან, ხო? შეიძლება მანძილზე იყოთ, მაგრამ აი აქ ეს სიტყვა ყველაზე სწორი ალბათ, გაუცხოებული, ხო? ერთმანეთთან. აი ეს მომენტი არის. მიუხედავად ამისა, თან აბრალებს სხვებს, ხო? აი რომ შეეძლოს იტყოდა ამას, რომ სხვების ბრალია ეს ყველაფერიო და მარტომი არ ვარ აქ დამნაშავეო და პლუს ამას ამბობს, რომ მას თქვენს მიმართ გრძნობები აქვს და ერთგვარად თავის საკუთრებად მიგიჩნევთ და სხვათა შორის ისიც თვლის, რომ მისი პარტნიორი, თქვენი პარტნიორი ხართ ზუსტადაც თქვენ, ხო? ანუ მაინც ასე რაღაცნაირად თქვენ მისი პარტნიორი, ის თქვენი, ერთმანეთის საკუთრებად, ხო? მაგრამ აქ მისი მხრიდან უფრო არის ეს საკუთრების მომენტი, ცოტა ცუდად, ხო? იმიტომ რომ არ შეიძლება საკუთრების მომენტი იყოს. ეს არის სიტუაცია, შეიძლება ვიღაცებთან ისეც თამაშდებოდეს ეს სიტუაცია, რომ ადამიანი სრულად არასწორად იქცევა, აქ რომ თავი დავანებოდ მიზეზებს, ვინ რა ქნა, ვინ რა ჩაერია, ვინმე რამე გაუკეთა, აიძულა თუ სხვა მიზეზები იყო აქ,
ფაქტი არის, რომ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ არც თვითონ თქვენს მიმართ, არც ურთიერთობა არის ისეთი, როგორც უნდა იყოს, მაგრამ მაინც თulis, რომ იცი რა, ჩემი საკუთრება ხარ, შენ ცალკე ვერაფერს ვერ იზამ. და აქვე ყველაზე საინტერესო არის, რომ თქვენი აი ამ სიცივის მიზეზად, როგორც საუბრობს, ხომ, არის კიდე ქალბატონი, რომელზეც თქვენთან ისაუბრებდა. ეს ქალბატონი შეიძლება იყოს მისი ოჯახის წევრიც, შეიძლება იყოს მესამე პირი. ოჯახის წევრი რატო ვამბობ? იმიტომ რომ ისეთი პოზიციით ამოდის აქ ქალბატონი, რომ მართლა შესაძლებელია იყოს ოჯახის წევრი. შეიძლება იყოს ყოფილი მეუღლე ან არსებული მეუღლე და თქვენ ხართ ურთიერთობაში მესამე პირი, ასევე შეიძლება იყოს დედა და ასე შემდეგ, ხომ? მოდით ნახოთ, დავაზუსტოთ მაინც რა ურთიერთობაში არის ამ ქალთან. იცით რა არის, პატარა ბიჭებით უჯერებს ამ ქალს. რატომ უჯერებ? აი, გვითხარი ესეც, რატომ უჯერებ? აი, წონა დაიწონასავით, ხო? აი, სადაც ქარი დაუბერავს, ან როგორც დაუბერავს ეს ადამიანი, ზუსტად ისე იქცევა და მისი გავლენის ქვეშ არის. ნუ არ გამოვრიცხავ მაინც, რომ რაღაცნაირად იცით, აი, არ ვიცი, შეიძლება შინაურებში უნდა ეძებოთ მტერი. ზუსტად ოჯახის წევრებში ან შიდა ნათესავებში უნდა ეძებოთ ზუსტად აი ამ თქვენი ურთიერთობის მტერი. როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს აი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ნუ ვერაფერსაც ვერ უმკლავდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი პიროვნულად ფაქტიურად დანგრეულია, სრულიად გაუმართლებლად იქცევა და პლუს ამას საერთოდ ვერ იცავს თავს. ანუ ამ ადამიანისგან, ამ ადამიანის ასე ვთქვათ, თავდასხმებისგან ის უბრალოდ თავს ვერ იცავს. აბსოლუტურად გაუმართლებლად იქცევა, შინაგანად განადგურებულია, მისი ენერგეტიკაც ვნახოთ. როგორია მისი ენერგეტიკა. ნუ აქ არის ძალიან ბევრი შიშები, და ადამიანი არის ძალიან დაბნეული, შეიძლება აქ არც იცის ეხა აი როგორ უნდა მოიქცეს, რა არის მისი არჩევანი, რა არის მისთვის კარგი, რა უნდა ზოგადად. პლუს ამას საკმაოდ ისეთი შიშები აქვს, რაღაცა შფოთვები აქვს, რაღაცის, არ ვიცი, არის მომენტები რომ მალავს რაღაცას და არის მომენტები რომ თვით როგორ არის მარტო მალვის არაი რაღაცა გაუაზრებელი, გაუთვითცნობიერებელი შიშების მომენტი არის აქ კიდევ, რომელზეც ასევე ვერ ლაპარაკობს ან არ ლაპარაკობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. რას უკავშირდება ეს შიშები? აი ეს მისი გაორება, რაც მას ჭირს. აი ეს მისი გაორება, რაც მას ჭირს, ხანდახან შეიძლება საერთოდ გასამება, ხო? ანუ ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად განსხვავებული ხდება ხოლმე და ხანდახან შეიძლება იფიქროთ, რომ აბსოლუტურად ორი სხვადასხვა ადამიანი ურთიერთობს თქვენთან და არა ერთი, ხო? და ამისი თვითონ ეშინია, თვითონ აქვს შიშები, ხო, თვითონ აქვს შიშები, საკმაოდ ემოციურად უდგება ამ საკითხს სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არ საუბრობს, ამაზე საკუთარ თავთანაც აი რომ გამოუწყდება და ამაზე ფიქრს იწყებს, ეს წამიერად რომ გაუველებს ესეთი ფიქრი, აი მაშინაც კი მას ერთგვარი შიშები უჩდება, იმიტომ რომ ნუ აი ეშინია, ხო. ეშინია რაღაცნაირად არის საკუთარი თავისაც კი ხანდახან აი ეს მომენტიც აქვს. მოდი ახლა თქვენთან გრძნობებთან დაკავშირებით ცოტა მეტი კიდევ შევხედოთ, ხო? გვეუბნება რომ თქვენს მიმართ გრძნობები აქვს მას. მოდით ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის, ხო? მაგრამ იძახის რომ აი ეს გაურება არის კიდევ, ხო? გრძნობები თქვენს მიმართ აქვს, მაგრამ შესაძლებელია აქ კიდევ არჩევანი საშუალება ქონდეს. ეს არჩევანი რამდენად კარგია, რამდენად სწორია, რამდენად გამართლებულია, ეს კიდევ სხვა ამბავია. თუმცა სწორედ ამ არჩევანს გამოყავს ეს ადამიანი აი ამ ემოციური სტაბილურობიდან და გადაყავს რაღაც ემოციურ ქაოსში და ქაოსში იმყოფება ზუსტად ეხლა. კიდევ რას გვეტყვის? ამ ადამიანს ხო, რაღაცა გადაწყვეტილების მიღება უნდა. რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება? აი რაღაცა უნდა გადაჭრას მათ. რაღაცა მომავალთან დაკავშირებით, რაღაცა გეგმა ჰქონდათ. რას უკავშირდებოდა ეს გეგმა? აი რაღაცა საერთო ოცნება ჰქონდათ, რაღაცა საერთო გეგმა ჰქონდათ. არ ვიცი, ახლა ნახეთ, თუ დაქორწინებული არიყავით, მაშინ თქვენთან ქორწინებაზე იყო საუბარი. თუ ქორწინებაში არ ხართ ამ ადამიანთან, მაშინ დაქორწინებაზე, ხო? ანუ სამომავლო გეგმები
ესეთი ქონდა და ამაზეც ეფიქრება სულ, რომ აი რაღაცნაირად უნდა რომ აი ესე მოხდეს, რომ თუ ქორწინებაში არ ხართ, თქვენ შორის ქორწინება იყოს. საინტერესოა როგორ აპირებს ამ ყველაფერს, როდესაც მუნჯია და რეალურად არ ლაპარაკობს და არ ამბობს. ნუ არა, ხელფეხშეკრულია ეს ადამიანი. ეს ადამიანი მართლაც სხვების გავლენის ან ზემოქმედების ქვეშ იყოფება, რაღაცა სხვების აზრის ქვეშ ყოველი შემთხვევისთვის. და ისევ გვიჩვენებს ამ სხვებზე, რომ ეს შორს არ უნდა წახვიდეთ. ან ოჯახის ახლობელია, ან ის თუნდაც მეტოქე ქალი შეიძლება თქვენ ოჯახში მოდიოდა ხოლმე, ან თქვენი ნათესავების, არ ვიცი, თუნდაც მეუღლის ნათესავების ახლობელია, ვიღაცა ესეთი მსგავსი, ხო? იმიტომ რომ ისევ აი ეს შებოჭვა თქვენი პარტნიორის ეს რაღაცნაირი ჩაკეტვა ისევ ჩანს სწორედ შინაურებისგან. თუნდაც აი ეს მესამე პირი იყოს თქვენი მეტოქე, ხო, საყვარელი ყავდეს, ხო? ან თქვენ იყოთ, თქვათ, საყვარლის პოზიციაში და ცოლი ყავდეს, ხო? აი მაინც ჩანს რა ეს, რომ რაღაცა კავშირი ოჯახთან არის, მის ოჯახთან რაღაცა კავშირი არის. ასევე მას თქვენ აი ამ ადამიანებს ან მესამე პირსაც შეიძლება, ან მესამე პირებს კონფლიქტი შემოაქვს თქვენთან ურთიერთობაში. ცდილობენ რომ კონფლიქტი შემოიტანონ თქვენთან ურთიერთობაში. მოდით იცით რა გითხრას, რა შეხედავს გამოსავალს, რაში აი ამ სიტუაციაში საერთოდ ხედავს თუ არა გამოსავალს და რაში ხედავს გამოსავალს, აბა ხედავს თუ არა გამოსავალს. ქალში ხედავს ისევ გამოსავალს, ისევ და ისევ თქვენში ხედავს გამოსავალს. მას იმედი აქვს ისევ და ისევ თქვენი დახმარების, თქვენი არ ვიცი, პოზიტიურად, აი ეს ადამიანი გქონთ თქვენ როგორც ძალიან ესე ემოციურ ქალბატონად, რომელსაც დიდი სიყვარული და დიდი გრძნობა შეუძლია და ამავდროულად შეუძლია როგორი გაჭირვებაც არ უნდა იყოს, როგორი პრობლემებიც არ უნდა იყოს მის თავს მოხვეული, ძალიან პოზიტიურად თუნდაც მოაჩვენოს ყველას თავი, მაინც შეძლოს და იყოს პოზიტიურ ნოტაზე, ხო? აი რაღაცნაირად გაამხნევოს თავისი თავით და გარშემომყოფებით და აი ამის იმედი აქვს, რომ თქვენც არ დაკარგავთ იმედს, კი ბატონო, თქვენი სიბრძნის, კიდევ რაღაცა თქვენი საიდუმლოცი, რაღაცა აი თქოს, არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს რაღაცა საიდუმლო ცოდნა, მათ შორის შეიძლება იყოს, თქვათ, არ ვიცი, თუ თქვენ არ გაქვთ, შეიძლება მაგს მიმართოთ, ხომ, დახმარებისთვის, ხომ, ოსტატს, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს ამ სიტუაციაში. ხო, აი რაღაცა საიდუმლო ცოდნის იმედი აქვს კიდევ ამ ადამიანს, ხო? რომელზეც ფიქრობს, რომ თქვენ ამ ცოდნას გამოიყენებთ, ხო? ყოველ შემთხვევაში მასაც ამის იმედი აქვს. რატომ არ მოქმედებს? აი თითქოს ყველაფერს იაზრებს, ხო? თითქოს ყველაფერს აცნობიერებს. რატო არ მოქმედებს? რატო არ მოქმედებს? აი 10-იანი ხმლები. ნუ ეს დასტა ყველაზე კარგად გვიჩვენებს, რას ნიშნავს 10-იანი ხმლები. ხო? ვერ მოქმედებს ეს ადამიანი თავისით ვერანაირად. შეიძლება რომ იყოს აქ მაგია, ანუ გერწოდებული ჯადო რაღაცა, დიახ, შეიძლება რომ იყოს. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, მას მოქმედება არ შეუძლია, მას აქეთ ჭირდება დახმარება იმისთვის, რომ იმოქმედოს. იმისთვის რომ იმოქმედოს და რადგან ამოგვივარდა ასეთ შემთხვევაში ხო, გამარჯვებულად შეიძლება ითქვას, რომ დგებით ორივე. მაგრამ თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე, თქვენი დახმარებიდან გამომდინარე, ისევ გვიჩვენებს იმას, რომ აი ამ ზეწოლისგან, ამ შებოჭვისგან ეს ადამიანი გათავისუფლებული უნდა იყოს, ხო? აქ შეიძლება მაგიური დახმარებაც იყოს საჭირო, ხო? ჩარევა თვითონ მაგის ოსტატის იმაში, რომ აი ეს რაღაცა სიშავე, სიბინძურე, რაც შეიძლება იყოს, ხო? რომელიღაცა თქვენთან კონკრეტულად ვერ ვიტყვით ესე, ხო, საჯარო გაშლაში. აქ საჭირო არის, აი გამარჯვება გადის ალბათ წმენდების ხაზზე, აქ მოხსნა განეიტრალებების ხაზზე, ანუ გასუფთავების, გათავისუფლების, ხო, ენერგეტიკულად გათავისუფლების ხაზზე, ხო? ალბათ აქ კარგი იქნებოდა ასევე,
ვისთანაც ძალიან რეზონირდება, ეს მინიშნებაც, რომ დიაგნოსტიკა არის საჭირო. არ ვიცი, აი ესეთი გაშლა გამოგვივიდა. აი ეს არის, რაზეც გვესაუბრა აი ამ მოკლე პერიოდში. იმედია, მაყოფილი ხართ, იმედია მოგეწონათ გაშლა, ვისაც პირადი გაშლა გსურთ, ვისაც დაინტერესა და ფიქრობთ, რომ ეს გაშლა ძალიან რეზონირებს თქვენთან, მაშინ შეგიძლიათ მომწეროთ, არ მირეკავთ, WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერში 5111818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ და სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. მეუღლებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.